1945 წელს ჯერ იალტის, შემდეგ კი პოტსდამის კონფერენციებზე იოსებ სტალინი ამერიკის და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს ფრანკლინ რუზველტსა და უინსტონ ჩერჩილს, შემდეგ კი ჰარი ტრუმანსა და კლიმენტ ატლის დაპირდა, რომ პოლონეთს, რომელიც საბჭოთა ჯარებმა დაიკავეს, მალე მიეცემოდა თავისუფალი არჩევნების ჩატარების, მთავრობის არჩევის და საკუთარი ბედის განსაზღვრის უფლება. სტალინმა ეს პირობა მალევე დაარღვია. მას პოლონეთთან ძველი ანგარიში ჰქონდა. 1939 წლის 17 სექტემბერს ნაცისტური გერმანიის პოლონეთზე თავდასხმიდან მალევე საბჭოთა კავშირმა გერმანიასთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე პოლონეთს ზურგიდან დაარტყა და მისი ნახევრის ოკუპირება მოახდინა. საბჭოთა ჯარების პოლონეთში ხელახალი შესვლის შემდეგ პოლონეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლები დააპატიმრეს, ბევრი მათგანი ციმბირის გზას გაუყენეს, ზოგი კი სიკვდილით დასაჯეს. აკრძალეს დემოკრატიული პოლიტიკური პარტიები. ასეულ ათასობით საბჭოთა ჯარისკაცი პოლონეთში პოლონელი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ დარჩა. 1947 წელს, როცა პოლონეთში უკვე დამყარებული იყო კომუნისტური დიქტატურა, ქვეყანაში ფიქტიური არჩევნები ჩატარდა. საბჭოთა კავშირის მარიონეტმა პოლონელმა კომუნისტებმა გაყალბებულ არჩევნებში ასტრონომიული პროცენტები დაიწერეს. პოლონეთის საბჭოთა კავშირის მარიონეტად გადაიქცა. ქვეყანაში კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმი დამყარდა. აიკრძალა პოლიტიკური პარტიები, თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, გაუქმდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ციხეები აივსო პოლიტპატიმრებით. ასევე აიკრძალა კერძო საკუთრება. ქვეყანაში გამეფდა საყოველთაო სიღარიბე და დეფიციტი. აღმოსავლეთ ევროპის ხალხების საბჭოთა კავშირის მიერ დამონების და 1948 წელს დაწყებული ბერლინის ბლოკადის პასუხად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებმა 1959 წელს შექმნეს ნატო, დემოკრატიული ქვეყნების ნებაყოფლობითი თავდაცვითი ალიანსი, რომელიც მიზნად აგრესიული საბჭოთა კავშირის შეკავებას ისახავდა. ალიანსში 1954 წელს დასავლეთ გერმანიას გაერთიანდა, რომელზე დომინაციას საბჭოთა კავშირი ესწრაფოდა. 1955 წელს ნატოს ანალოგიით და მის საპირწონედ საბჭოთა კავშირმა ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია, იგივე ვარშავის პაქტი შექმნა, რომელშიც მისი სატელიტი კომუნისტური ბლოკის დიქტატურები შევიდნენ. ორ ბლოკს შორის სხვაობა აშკარა იყო. ნატოს წევრ სახელმწიფოებში ტარდებოდა თავისუფალი არჩევნები და არჩევნების გზით იცვლებოდა მთავრობები. დაცული იყო სიტყვის თავისუფლება და სამოქალაქო უფლებები. ვარშავის პაქტის წევრ ქვეყნებში კი ეს ყველაფერი აკრძალული იყო. არჩევნები იყო ფიქცია, ოპოზიციური პარტიები განადგურებული, ხოლო სიტყვისა და გაერთიანების თავისუფლება ჩახშობილი. რაც მთავარია, ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გასვლა არ შეეძლო არავის. როგორც კი ეს საკითხი დღის წესრიგში დგებოდა, როგორც მაგალითად უნგრეთში 1956 წელს, ან ჩეხოსლოვაკიაში 1968 წლებში, საქმეში უმალ საბჭოთა ტანკები ერთვებოდნენ. პოლონეთისთვის ცივი ომი გაყალბებული არჩევნებით დაიწყო და ტოტალიტარიზმის 10 წლეულებით გაგრძელდა, რომელიც პოლონელი ხალხის არჩევანი არასდროს ყოფილა. როცა კი პოლონელებს მიეცათ თავისუფალ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, 1989 წელს მათ აირჩიეს დემოკრატია და დაასრულეს კომუნისტური დიქტატურა. ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია დაიშალა, რადგან იძულებაზე და მოსკოვის დიქტატზე იდგა. მისი წევრი დამონებული ქვეყნები კი, მათ შორის პოლონეთი, დღეს ნატოს წევრები არიან.